გამარჯობა ძვირფასო მეგობრებო, მსმენელებო. ახლა გამოვიხილოთ რა არის დაოიზმი. ანუ დაოცია. ეს არის ჩინური ფილოსოფიური და სულიერი ტრადიცია, რომელიც 2000 წელზე მეტ ითვლის. მისი საფუძველია დაო. დაო ეს არის უჩინარი, უსასრულო წესრიგი, რომელიც წარმართავს ბუნებასა და სამყაროს. ზოგადად დაო სიტყვით რომ ვთარგმნოთ, ეს არის გზა. შეიძლება თქვას ცხოვრების გზა. ეს არის ბუნებრივი ჰარმონიისა და სამყაროს ფუნდამენტური კანონი. ძირითადი იდეები დაოიზმის ის არის დაო, ანუ გზა, როგორც თქვი, დე, სიტყვის ძალა, ზნეობა, როდესაც ადამიანი დაოსთან ჰარმონიაში ცხოვრობს. უვეი, უმოქმედობა ან დაუძალებელი მოქმედება. ეს ნიშნავს, რომ ყველაფერს ბუნებრივად უნდა მიყვეთ ძალდატანების გარეშე. იანი. ანუ ინი და იანი, ეს არის დაპირისპირებული პოლარული, მაგრამ ერთმანეთის შემავსებელი ძალები. დაოს ხედვით, ინი და იანი არის ერთმანეთში დინამიკურ წონასწორობაში. სიცოცხლის ენერგია, რომელიც ყოველ არსებაში და ბუნებაში მიედინება. ლიტერატურა დაოიზმის შესახებ არის დაო დე ცინ ლაოძის. ლაოძი არის ავტორი, რომელიც დაიწერა ძველი წელთაღრიცხვით მე-6 საუკუნეში და ჟუან ძი. ეს არის ავტორიც არის ჟუან ძი, ნაწარმოებსაც ქვია ჟუან ძი. და აქ მეტაფორებითა და ზღაპრებით განმარტებულია თავისუფლება, სპონტანურობა და ბუნებასთან ერთიანობა. ვისაც გქნებათ სურვილი, შეგიძლიათ წაიკითხოთ, მაგრამ აუცილებლად ამ წიგნებს წინ მიუძღვის გარჩევა და აუცილებლად გარჩევა წაიკითხეთ, იმიტომ რომ თვითონ წიგნები ცოტა არ იყოს ძნელი აღსაქმეა. პრაქტიკული მხარე დაოიზმის. დაოიზმი არ არის მხოლოდ ფილოსოფია, ეს არის ცხოვრების წესი, პრაქტიკა. და შედგება რისგან? მედიტაციებისაგან, სადაც ხდება გონების დამშვიდება და დაოსთან შერწყმა. პრაქტიკებში ასევე შედის ციგუნი და ტაიცი, ან ტაიჩი, როგორც გინდათ, ეს არის მოძრაობით ენერგიის გაძლიერება, სუნთქვითი ტექნიკები, ცის, ანუ ენერგიის გასაძლიერებლად, სასიცოცხლო ენერგია არის ცი, როგორც უკვე გითხარით, ამის გასაძლიერებლად და ალქიმია. შინაგან ალქიმიაზეა ლაპარაკი, ნეიდანი. ეს არის შინაგანი ტრანსფორმაცია, ანუ შინაგანი ენერგიის ელექსირად გადაქცევა. ასევე არის სექსუალური პრაქტიკები, სექსუალური ენერგიის შენარჩუნება და გარდაქმნა და ბუნებასთან ჰარმონია, ბუნებაში ცხოვრება, ანუ ჰარმონია თევთან, მდინარეებთან, მიწასთან, ცასთან. მისტიკიებთან. დაოიზმის მისანია არა მხოლოდ სულიერი გაღვიძება, არამედ სიცოცხლის გახანგრძლივება, ჯანმრთელობა და ბუნებასთან ჰარმონია. ადამიანი ხდება მცირე სამყარო, მიკროსამყარო, რომელიც დიდ სამყაროს მაკროკოსმოსს შეესაბამება. დაოიზმი ძალიან მოქნილი გზაა. ზოგისთვის ის ფილოსოფია, ზოგისთვის სულიერი პრაქტიკა. სხვებისთვის კი ცხოვრების სტილია. დაოსური პრაქტიკები ერთ-ერთი უძველესი გზაა სხეულის გონებისა და ენერგიის ჰარმონიზაციისათვის. ისინი ეფუძნება ბუნებასთან ერთიანობას და სიცოცხლის ენერგიის, ანუ ცის გაძლიერებას. ძირითადი მიმართულებები. ანუ რაც უკვე თქვი, ახლა უკვე ამას ახსნილად გადმოგცემთ. სუნთქვითი პრაქტიკები, ციგუნი, დანიან სუნთქვა. ღრმა ნელი სუნთქვა მუცლით. ჩასუნთქვისას წარმოედგინე, რომ ენერგია შედის მუცელში, დანიენში. ეს არის ენერგეტიკული ცენტრი ჭიპის ქვემოთ მუცლის არე, ანუ ქვედამუცელი. ამოსუნთქვისას ენერგია დინებას იწყებს სხეულში. ანუ ამოსუნთქვისას ენერგიას გარეთ კი არ უშვებთ, არამედ ვახდენთ მის აკუმულაციას, ანუ წარმოვიდგენთ ამას ყველაფერს.
ეს დინებას იწყებს მთელ სხეულში. ეს ამშვიდებს ნერვულ სისტემას და აცილიერებს სიცოცხლის ძალას. მეორე ტაიცი, ანუ ტაიჩი. დინამიკური მედიტაცია. ნელი, რბილი, ტალხისებური მოძრაობები ავითარებს ბალანსს, მოქმედებასა და ენერგიის ცირკულაციას. ამ ტაიჩი მოძრაობებზე მე კიდე ცალკე მოკლე ვიდეოს ჩავწერ. მესამე მედიტაცია. შინაგანი ღიმილი. კომფორტულად დაჯექი ზაზენის პოზაში. დახუჭე თვალები, წარმოიდგინე, რომ ღიმილს უგზავნით თითოეულ შენ ორგანოს. გულს, ფილტვებს, თირკმელებს, ღვიძლს, ელენთას და ასე შემდეგ. ითვლება, რომ ეს ორგანოები ასეთნაირად ივსება სინათლითა და ჯანმრთელობით. მეოთხე მიკროკოსმიური ორბიტა. Small circulation meditation, ასე ქვია. ყურადღებას აქცევ, როგორ მოძრაობს ენერგია ხერხემლის გასწვრივ ზემოთკენ, ანუ ქვემოდან ზემოთ, უკნიდან, წარმოიდგინე ამას და შემდეგ სხეულის წინა მხარეს ზემოდან ქვემოთ როგორ ჩამოედინება და ეს ქმნის შეკრულ წრეებს. ენერგიის ციკლური დინება ამაღლებს სიცოცხლის ძალას და ხსნის ბლოკებს. მეხუთე, ციგუნის ფიზიკური ვარჯიშები, მარტივი მოძრაობები, ხელების აწევა, ჩამოშვება, ტერფების მიწაზე დარტყმა, ანუ ფეხის წვერებზე ვიწევით და ქუსლებით ისე ვეშვებით. ნაზად ესე რბილად ვაკეთებთ ამას. სხეულის რხევა წინ და უკან და გვერდებზე. ამ მოძრაობებით სხეული იღუცებს და ენერგია მოძრაობას იწყებს. მეექვსე, სექსუალური ენერგიის ტრანსფორმაცია, დაოსური ალქიმია. მიზანია ენერგიის შენახვა და გარდაქმნა, რომ არა მხოლოდ სიამოვნებად, არამედ ჯანმრთელობისა და სულიერი ძალის წყაროდ იქცეს ეს ჩვენი სექსუალური ენერგია. შედეგები არის სიმშვიდე, ენერგიის დინება, ჯანმრთელობის გაძლიერება, სულიერი ჰარმონია. დაოსული ალქიმია ეს არის ცოდნისა და პრაქტიკების სისტემა, რომელიც მიზნად ისახავს სხეულის ენერგიისა და სულის გარდაქმნას, რათა ადამიანი ბუნებასა და დაოსთან ჰარმონიაში მოვიდეს. მასში არის ფიზიკური, ენერგეტიკული და სულიერი დონეები. შეიძლება მას უწოდებენ შინაგან ალქიმიას, ნეიდანს, რომელიც განსხვავდება გარე ალქიმიისაგან, ანუ ბალახებისა და ელექსირებით შექმნილი ალქიმიისაგან. დანარჩენს გავაგრძელებ მე შემდეგ ვიდეოში.